მოგესალმებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ყველაზე აზარტულ ლიტერატურულ შოუს წიგნების თარო. მე მისი წამყვანი სანდრო ლორკიფანიძე ვარ, ხოლო დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად იქნება პოეტი, ტელეწამყვანი, პენ-ცენტრის პრეზიდენტი რატი ამაღლობელი. გამარჯობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში. მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით, მოთამაშეებო. ხო? კულმინაციას უახლოვდება ჩვენი გადაცემა. ესე იგი, დღეს არის განსაკუთრებული თამაში, დამაგვირგვინებელი თამაში, თუმცა ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ დღევანდელ თამაშამდე. იყო 32 გუნდი, რომელიც თავის მხრივ აირჩა ძალიან ბევრი სკოლიდან, ანუ ეს 32 გუნდიც უკვე საუკეთესო გუნდები იყო. შემდეგ იყო ძალიან დამღლელი და მომქანცველი მე-16 ფინალები, მე-8 ფინალები, მე-4 ფინალები, ნახევარფინალები და ფინალში გავიდა ორი უძლიერესი გუნდი. მათ უკვე თავისი 4-4 თამაში მოიგეს და შესაბამისად თითოეულმა ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ იმსახურებენ მთავარი პრიზის მოპოვებას. თუმცა დღეს დღევანდელ თამაში მხოლოდ ერთი გუნდი გახდება გამარჯვებული და მოიპოვებს მთავარ პრიზს, რომელიც გახლავთ ორკვირიანი საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯში. მე ასევე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მთელი ეს პროცესი, აი ფინალამდე, მე-16 ფინალებიდან და არჩევიდან დაწყებული იყო სავსე სიურპრიზებით. სიურპრიზები თავად თამაშებში და სიურპრიზებით, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესთავაზა მაყურებელსაც და წიგნების თაროს მონაწილეებსაც. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პარალელური პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა ჩემპიონატთან ერთად, იყო ბლოგერების კონკურსი, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი საინტერესო ბლოგი და მათი ხილვა თქვენ დღესაც შეგიძლიათ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ვებგვერდზე და გამოავლინან საბოლოოდ ამ კონკურსმა 6 გამარჯვებული ბლოგერი, რომელთა შესანიშნავი თამაშით თქვენ უკვე იხილეთ. ეს ბლოგერები დღეს ჩვენთან სტუდიაში არიან და გულშემატკივრობენ ისინიც ჩვენი ფინალის მონაწილეებს. ამიტომ მოდით მივესალმოთ მათ აპლოდისმენტებით იმ შესანიშნავი ბლოგებისთვის და თამაშისთვის, რაც გვაჩვენეს. ბლოგერები კიდევ ერთი საინტერესო პროცესის ნაწილი გახდნენ. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს და ამ პროცესს ქვია წიგნების თაროს მონაწილეების დამეგობრება, მეტი კომუნიკაცია. ერთი სახელით შეიძლება ეს მოიხსენიოთ გუნდა არის წიგნების თაროს მონაწილეების გუნდი. ჯივილხივილი. აი ეს არის გუნდა, ეს არის წიგნების თაროს ერთი დიდი ოჯახი გუნდა და ჩვენ მოგიმზადეთ ძალიან სახალისო ვიდეო წიგნების თაროს მოთამაშეთა მონაწილეობით და მოდით ნახოთ ეს სახალისო ვიდეო და დავდგეთ პოზიტიურ განწყობაზე თავიდან. ვინ დაწერა მთვარის მოტაცება? შემდეგი. კონსტანტინე გამსახურდია მთვარის მოტაცება ხელჯოხში. თუ სხვა ავტორი ხო არ ყავს შემთხვევით ნაწარმოებს? მთვარის მოტაცების ავტორი იქნება. რა პროფესიისაა კომბლე? გლეხი. ანა გავალდას 35 კილო მეტრი. ეთანხმებით გოგონებო ამ ვერსიაში. 1001 ღამის მიხედვით სადაა დამწყდეული ჯინი? ფოთში. ზღაპრული პერსონაჟი, რომელიც ლამპარშია გამოწყდეული? ალადინი. ასტრიდ ლინდგრენის მიხედვით სად ცხოვრობს კარლსონი? შემდეგი. სახურავზე. რა ფერია ედგარ პოს კატა? წითელი. შავი. რომელ რუს ავტორს ეკუთვნის პიესა თოლია? ჯონათანი შემდეგი. ჩეხოვს. არსებები, რომლების სახელსაც ფიფქია თავსაფარებს? ფერია. ჯუჯები. ვის შვილებზე მოგვითხრა ანა კორძაიას ამადაშვილმა? ლევანის. რომელი სატრანსპორტო საშუალება იმსხვერპლებს ანა კარენინას? მეტრო. ახლა კი ისღა დამრჩენია, რომ დაგემშვიდობოთ ჩვენს შემდეგ თამაშში. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საჯარეჯოს. ბრავო! აპლოდისმენტები.
აპლოდისმენტები, მართლაც აპლოდისმენტები. ეს არის გუნდა, ეს არის ერთი დიდი ოჯახი, სხვათა შორის ამ ვიდეოს მომზადებაში მონაწილეობას თავად ბავშვებიც იღებდნენ, მათ თავად შეკრიბეს ეს სასაცილო მომენტები თავისი თამაშებიდან და საბოლოოდ ძალიან კარგი რაღაც მივიღეთ. ჩვენ კი ჩვენის მხრივ მათთვის სიურპრიზების მომზადებას ვაგრძელებთ. ერთ-ერთი სიურპრიზი იყო ის, რომ თითოეული მონაწილე ზაფხულში გაემგზავრება საზაფხულო ბანაკში, რაც კიდევ ერთხელ ხელშეუწყობს მათ დამეგობრებას, მეტკომუნიკაციას მათ შორის და ასე შემდეგ. კიდევ ერთი სიურპრიზი, წიგნების თაროს თითოეულმა მონაწილემ უკვე მიიღო ელექტრონული წიგნები, რომლებსაც ისინი წაიკითხავენ და კიდევ უფრო შეუყვარდებათ კითხვა და დარწმუნებული ვარ. თითოეულ მონაწილეს ეხება ეს, რა თქმა უნდა. და ახლა უნდა გადავიდე იმ სიურპრიზზე, რომელიც მე მგონი მათაც არ იციან. და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით და რა თქმა უნდა ყველას გულშემატკივრობის შედეგად ეს ძალიან გაუხარდება. კრისტი დამეხმარე. მადლობა. ესე იგი რა ხდება? ჩვენ როგორც აღვნიშნე, გავიარეთ ძალიან ბევრი თამაში და შესაბამისად ბავშვებმა ინდივიდუალურად თუ გუნდურად გამოავლინეს თავი, გამოავლინეს საუკეთესო თვისებები და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე ნომინაცია გქონოდა წიგნების თაროში და დაგვეჯილდოვებინა გამორჩეული ბავშვები. ამიტომ მე ახლა ვისაც გამოვიძახებ, აქ გამოვა. ყველაზე პატიოსანი თამაშისთვის ნომინაციის გამარჯვებული არის ადამიანი, რომლის ერთი პატარა დეტალური მომენტი ყველას გახსოვთ, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამან ძალიან ბევრი რამ გაგვაგებინა მის შესახებ. ეს იყო სიტუაცია, როდესაც 128 სკოლის თამაში ძალიან კრიტიკულ მომენტში, მაშინ როდესაც თითოეული სწორი პასუხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოთამაშისთვის, მან თავად აღკვეთა კარნახის მცდელობა, ამის გამო დაკარგა რამდენიმე წამი, მაგრამ არ გამოიყენა არავითარი კარნახი და შესაბამისად ჩვენი fair play-ის პრინციპებით სერტიფიკატი ყველაზე პატიოსანი თამაშისთვის გადაეცემა ლუკა კირიას. ეს შენ? ესაც შენ და ამას გეტყვი რა არის. ეს არის 100 ლარიანი ვაუჩერი წიგნების მაღაზიის. შენი სურვილისამებრ შეძლებ რომ არჩიო წიგნები. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მოთამაშე, წიგნების თაროსი, მან ყველაზე მეტად გამოავლინა ინდივიდუალური უნარები, ჩვენი ტრამალის მგელი, წიგნების თაროს სერტიფიკატი ბრწყინვალე ინდივიდუალური თამაშისთვის გადაეცემა ელენე ნოზაძეს. გილოცავ. მოდი გვერდით დამიდექი. ვაუჩერით შენ და არჩიე წიგნები და იკითხე და იყავი ასე მოკლედ. აჰა, საინტერესო ადგილას მივედით. ჩვენი თამაში გუნდური თამაშია, ბუნებრივია, აქ 32 გუნდი მონაწილეობდა, ამიტომ არ შეიძლება არ დავაჯილდოვოთ ყველაზე გუნდური გუნდი, რომლებმაც თავი შეაყვარეს მაყურებელს ნამდვილად თავისი საინტერესო, კარგი თამაშით და სულ ცოტა დააკლდათ, რომ ახლა აქ ყოფილიყვნენ. ამიტომ წიგნების თაროს 3 მუშკეტერი მინდა დავაჯილდოვო, სერტიფიკატი ბრწყინვალე გუნდური თამაშისთვის გადაეცემა ხობის მეორე საჯარო სკოლას. ცოტნე ქირია, ცოტნე გუჩუა, ბაკურბუკია, გამოდით, მეგობრებო. ილოცავ. ეს შენ. ბაკური არ გვყავს დღეს, მაგრამ ბიჭები გადასცემენ მას აუცილებლად და ესეც თქვენი ვაუჩერები. ჩვენ გვაქვს ძალიან ლამაზი სტუდია. და კიდევ გვაქვს ძალიან ლამაზი სიმბოლო, ჩვენი ლოგოტიპი, ჩვენი ლოგო, რომელსაც ყავს ერთი თანაავტორი, იდეის ინსპირატორი წიგნების თაროს მონაწილეთა შორის. ამიტომ სერტიფიკატი წიგნების თაროს ლოგოს ინსპირატორსა და თანაავტორს გადაეცემა გოგა ჯაჭვაძეს. ილოცავ. მადლობა შენ, ესეთი კარგი ლოგოსთვის.
დაგვრჩა კიდევ ერთი ნომინაცია. ეს არის ალბათ ყველაზე სასიხარულო ნომინაცია, იმიტომ რომ ამ ნომინაციის გამარჯვებულის გამოვლენაში მონაწილეობა მიიღეს თავად წიგნების თაროს მონაწილეებმა. ფარული არჩევნების შედეგად გამოვლინდა წიგნების თაროს მონაწილეების სიმპათია და სერტიფიკატი სიმპათიას უნდა გადავცეს სწორედაც. ეს არის ნატალი ბუკია. ეს შენ და გილოცავ. მეგობრების სიყვარული არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გილოცავ ნამდვილად ნატალი. ამას აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თითოეული გუნდი, თითოეული მონაწილე იყო თავის მხრივ გამორჩეული, საინტერესო, ინდივიდუალური და მოგვიწევდა 32 ჯერ 3, 96 სერტიფიკატის გადაცემა. ამიტომ ამით დასრულდა ნომინაციები და მოდით კიდევ ერთხელ თელ გუნდას აპლოდისმენტებით შევეგებოთ. ძალიან დიდი მადლობა. გავიარეთ დიდი გზა, მაგრამ ასეა თუ ისე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გზა გავიარეთ, ჩვენ მოვედით დღევანდელ თამაშამდე და დღეს არის ფინალი. წიგნების თაროს პირველი სეზონის ფინალი, რომელშიც უნდა გავარკვიოთ, ვინ იქნება პირველი გამარჯვებული და ვინ გაემგზავრება კემბრიჯში ორკვირიან საზაფხულო სკოლაში, დიდ ბრიტანეთში, ზაფხულში. თუმცა ფინალისტობა უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, ამიტომ დამარცხებულ გუნდსაც ძალიან კარგი პრიზები გადაეცემა და ეს პრიზები, რომელიც არის განსაზღვრული დამარცხებული გუნდისთვის, არის სპეციალური მრავალფუნქციური ელექტრონული ტაბლეტები, მათში ჩაწერილი 50 საუკეთესო წიგნით ურთ. შეგიძლიათ იკითხოთ დაუსრულებლად, მეგობრებო, ამიტომ დამარცხებულსაც მე მგონი არ აქვს მაინც და მაინც დაღონებულის პოზიცია. მოკლედ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი თამაშის მონაწილეები, ანუ ფინალისტი გუნდები. ჩემგან ხელმარცხნივ ბათუმის სკოლა ევრო 2000. ატო მარიამი და გიორგი. და ჩემგან ხელმარჯვნივ ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა. თამარი ქეთი და ანასტასია. მოდით, ჩვენ კი ვიცნობთ, მაგრამ ტელემაყურებელმაც უკეთ გაიცნოს ჩვენი მონაწილე გუნდები, ჩვენი ფინალისტები. მოდით ნახოთ სიუჟეტები მათ შესახებ. გამარჯობათ, ჩვენ ვართ სკოლა ევრო 2000-ის მე-11 კლასის მოსწავლეები. მონაწილეობას ვიღებთ გადაცემაში წიგნების თარო და 4 თამაშის გამარჯვების შემდგომ მოვხდით ფინალში. პირადად მე ველოდი მეგობრების შეძენას, რაც გამართლდა კიდეც, ეს ერთგვარად გუნდას დამსახურებაა. გუნდა არის ჩვენი Facebook ჯგუფი, სადაც წიგნების თაროს ყველა მონაწილე საშუალება აქვს სხვადასხვა თემაზე ისაუბროს და სწორედ მისი საშუალებით დაუმეგობრდით მონაწილეებს. ძალიან ბევრი მხარეთ გავიცანით ჩვენ ერთმანეთი, მრავალფეროვანი ბავშვები არიან ძალიან ამ ჯგუფში გაწევრიანებული და ძალიან საინტერესოა პირადად ჩემთვის მათთან ისე როგორც მეგობრობა, აგრეთვე სხვადასხვა თემებზე მსჯელობა და ძალიან ბევრთან უკვე გადასარავი ურთიერთობა გვაქვს სამივეს ჩვენთან. წიგნების თარომ გავუკეთა ასეთი კარგი საჩუქარი, რომ ზაფხულში გვიწევს ანაკლის ბანაკში წასვლა. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ შევხვდები ძალიან კარგ ადამიანებს, მეგობრებს და გვიწევს 10 დღე ერთად გავატარო. საკმაოდ დიდი შემართებით ვუცდი აი ამ ზაფხულს, იმიტომ რომ გერმანიაშიც მიწევს ყოფნა, წკნეთშიც უნდა წავიდე და ანაკლიაშიც არაჩვეულებრივ დროს გავატარებ და კიდევ უფრო გამიხარდება კემბრიჯშიც მომიწევს წასვლა. პირადად მე ჩემ ქალაქში ყველაზე მეტად ზღვა მიყვარს, სადაც შემიძლია მარტოც ვიყო და სხვადასხვა თემებზე ვიფიქრო, დამშვიდდე და უბრალოდ განვიტვირთო. ასევე ძალიან მიყვარს ბულვარი, რადგან მივიჩნევ, რომ ეს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაწილია. ხანდახან სკოლაში ტენისის თამაშიც გვიყვარს და სხვადასხვანაირად ვერთობით, როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს. ძალიან მიყვარს ასევე ჭადრაკის თამაში და ფილმების ყურება. ჭადრაკის თამაში ბაბუამ მასწავლა და ყოველ თამაშზე რაღაც ახალ რაღაცებს მასწავლეს ხოლმე და დიდ გამოცდილებას მასწავლებს. ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და განსაკუთრებით გულშემატკივრობენ კიდე ის გუნდები, რომლებიც უკვე წიგნების თაროში მონაწილეობას ვეღარ იღებენ. გიგა დაგვყვება კიდეც თითოეულ თამაშზე და ჩვენ გულშემატკივრებში არის და იცნობს კიდეც წიგნებს. ანუ გიგას დამსახურებაა ჩვენთვის რამდენიმე ქულა. და საკმაოდ წარმატებითაც არსმევს ამ ყველაფერსა და სიმართლე
ერთხელ მის თამაშზე უფრო ნაკლებად ნერვულობდა, ვიდრე ჩვენს გულშემატკივრების რაუნდზე. საკმაოდ მძაფრი ემოციები გულშემატკივრობს ჩემი ოჯახის წევრები, ნებისმიერი შედეგი, რომელიც დადგება ხოლმე თამაშის შემდეგ, ამას აღიქვამენ რაღაცა წარმოუდგენლად დიდი სიხარულით და გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ხვდებიან როგორ ნერვიულობ, რა განცდები მაქვს და აქედან გამომდინარე თვითონაც ძალიან იძაბებიან ნებისმიერ შეკითხვაზე და განიცდიან საკმაოდ. მუსიკის ხმა თქვენი წიგნების თაროს მუსიკა როცა მესმის, ეს არის, რა ვიცი, უკვე გულის აჩქარებას უგრძნობ. მთელი ოჯახი ვემზადებით ერთად ამ გადაცემის საყურებლად და უჯდებით ტელევიზორს. მასწავლებლებთან საკმაოდ კარგი და თბილი ურთიერთობა გვაქვს. თითქმის ყველასთან გახსნილები ვართ და ისეთი მეგობრულები. რაც შეეხება კლასელებს, ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს შეადგენენ, მათთან ძალიან დიდ დროს ვატარებთ. ჩვენი ორი კლასელი დაყვება ყველა თამაშზე, ლიზი და ქეთი და სხვები გულშემატკივრობენ სახლიდან. პირველი ოჯახის შემდეგ მათ ვაგებინებთ, რა შედეგი დასრულდა თამაში. ყოველ თამაშის წინ მივდიოდით იმ შემართებით რა, მოდი იცით რა, ახლა გავიდეთ და ზუსტად ამ შემართებით გავედით ფინალამდე. არ ვიცი როგორი შეგრძნებაა წაგება და მიხარია რომ ეს ჩვენ არ გამოვცადეთ, რადგან ჩვენ ფინალში ვართ და ისინი უკვე გამარჯვებულები არიან ჩვენთვის. ძალიან გულშემატკივრობს ქართულის მასწავლებელი და დაყვება ხოლმე ყოველ თამაშზე. მე ვთვლი რომ აი ასეთი ბავშვები უნდა დადიოდნენ და უნდა დადიოდნენ რაც შეიძლება ხშირად რომ ნახონ ის რაც მათ უნდა ნახონ, იმიტომ რომ შემდეგ აქ ჩამოსულებმა უფრო ბევრი რამ გააკეთონ იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მათი ხელი ნამდვილად ჭირდება და მე მჯერა, რომ ეს ის თაობაა, რომელიც შემოაბრუნებს ამ ქვეყანას. თავდაპირველად ალბათ ნაკლები ადამიანი იცნობდა ამ პროექტს და იშვიათად თუ ახსენდებოდათ ხოლმე, რომ ასეთ პროექტში ვიღებდით მონაწილეობას, მაგრამ დღეს უკვე თითქმის სკოლაში ყველა ჩვენზე ლაპარაკობს. პატარა ბავშვებს ხედავთ ხოლმე ხან-ხან მიკრავენ ერთმანეთს ხელს, რომ აი ეს ისინი არიან, წიგნების თამაში რომ იღებენ მონაწილეობას. ევრო 2000 აპლოდისმენტები მათ, ჩვენი ფინალისტები. და ნახოთ მეორე სიუჟეტიც. ჩვენ ვართ აკადემიკოს ილია ვეკოას სახელობის ნომერ 42 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლიდან და ძალიან გვიყვარს ფიზიკა, მათემატიკა და რა თქმა უნდა წიგნების კითხვა. პირველ ტურში როდესაც მოვედით, ესე იგი გვითხრეს, რომ არის გაკეთებული ესეთი გუნდი Facebook-ზე, სადაც ვართ წიგნების თავის ბავშვები და ცოტა სკეპტიკურად ვიყავით განწყობილები, არც იმის იმედი არ მქონდა, რომ ვინმესთან დავმეგობრდებოდით და რაღაცა არაფერი, ესე ფორმალობის მიზნით ჩავეწერთ ამ გუნდაში. დღეს გუნდა არის ერთი დიდი ოჯახი. 100 ადამიანის კაცისგან შემდგარი ყველაზე დიდი ოჯახი და ამხელა ოჯახი მე მგონი ჯერ არასდროს არ შეგხვდა. ეს გადაცემაში, ანუ ძირითად კითხვაში მოვიდა, კითხვა ეს წიგნი სემუელ ბეკეტის გოდოს მოლოდინში და ისეთი წიგნი იყო, რომ ანუ ბავშვები, ანუ არავინ არ ვიცოდეთ, რაც გაგონილი არ ქონდა არაფერი რაღაც და მე დავპოსტე ამ ჩვენს გუნდაში, რომ აბა რამდენმა იცით მეთქეს გოდოს მოლოდინში მეთქი და ეს შემოგვემატენილა და ატყდა ერთი ამბავი. სულ ბოლოს მოვიდა ჩვენი სანდრო და ნახე ჩვენი კომენტარები და რაღაცა გოდოზე რა ესეთი რეაქცია ქონდა დაგვპირდა რომ აი თქვენ ნახეთო რა გელთა შემდეგ თამაშებშია და მართლა ისე მოხდა რომ შემდეგ ჩვენს თამაშზე ისევ გამეორდა ეს გოდო და აი ყველაზე ნაკლებად მაგ კითხვის გამეორებას ველოდით და აი ძალიან შოკი იყო რომ დღეს უკვე გოდო არის რაღაც წიგნების თაროს ავენტიური ტრიადის პლებეორის რუხმერთი იმ დღიდან თავისუფალ დროს წიგნების კითხვის გარდა ძალიან მიყვარს ხატვა. განსაკუთრებით მიყვარს დედაენის ბაღში წასვლა, ანუ ერთი საყვარელი ადგილი მაქვს, სადაც ჯდები და ვხატავ და ამ ადგილას გრძნობ ჩემ თავს ყველაზე კომფორტულად. ჩემი ჰობი არის ჭადრაკის თამაში და მიუხედავად იმისა, რომ არ მე 11 კლასის მოსწავლე და დრო თითქმის არ მრჩება, მაინც ყოველ დროს რომ ჭადრაკი ვითამაშო. ძალიან პატარა ვიყავი დაახლოებით მეორე კლასში, როდესაც ბიძამ მომიყვანა საჯარო ბიბლიოთეკაში. 5 წლის ვიყავი, როდესაც წერა-კითხვა დამოუკიდებლად დავიწყე და ისინი ყოველთვის ამჩნევდნენ ჩემს განსაკუთრებულ ინტერესს წიგნების მიმართ. წიგნების თარო რადიკალურად შეცვალა ყველაფერი ჩემს ყოველდღიურობაში. უკვე ვეღარც წარმომიდგენია წიგნების თაროს გარეშე როგორი იქნება, ასე თქვა, ჩემი ერთი ჩვეულებრივი შაბათ-კვირა. გავხდი უფრო თავდაჯერებული, გავხდი უფრო, ასე ვთქვათ, ამასაც ვამჩნევ ჩემ თავში, რომ უფრო კარგ ხასიათზე ვარ, რატომღაც ყოველდღე არასდროს არ ყოფილა ესეთი
პოზიტიური და დადებითი. იმხელა სითბოს გრძნობთ ჩვენი სკოლელებისგან, ჩვენი მასწავლებლებისგან, გვეუბნებიან რომ შეგვიდგინეს ბლიც შეკითხვები, რაღაც წიგნები მოიძიეს, რომლებიც შესაძლოა რომ მოვიდეს და ეს არის ყველაზე მაგარი განცდა, რაც კი შეიძლება სკოლის მოსწავლე სკოლაში კონდეს. ანუ პირველი ხო ცოტა ისეთი დამოკიდებულება იყო. ეს როგორ ვერ გამოიცანი და ეს რა უნდოდა და რაღაც. ანუ მარტო სკოლაში არა, Facebook-ის გვერდებზე არ მოყვებოდნენ, მაგრამ შემდეგ უკვე რამდენიმე გადაცემა, როდესაც გავიდა, იმდენმა ადამიანმა გამოიჩინა ინიციატივა, რომ უკვე და თან მიხუდნენ, რომ არც ესეთი ადვილი ყოფილა, რომ აი ეს როგორ ვერ გამოიცანი და რაღაცა, ანუ მარტო სკოლაზე არა, Facebook გვერდზეც და რაღაცა შეიცვალა ხალხის დამოკიდებულება ამ გადაცემასთან მიმართებაში და ეხლა პირიქით უფრო რაღაც ძალიან პოზიტიური კომენტარები არის და გულშემატკივრობენ. ჩვენ ინგლისურის მასწავლებელი არის, ქეთინო მასწავლებელი და ეს პირველი გადაცემა როგორც კი გავიდა, ხო, ანუ ძალიან ესე დაინტერესდა მოკლედ. პირველი ადამიანი იყო მგონი, ვინც ამ ხელმხარდაჭერა გამოიჩინა ჩვენ მიმართ სკოლაში და ძალიან დაინტერესდა და ანუ დღემდე ხა ძალიან ცდილობს რომ დაგვეხმაროს ხომ. ნერვიულობს ჩვენზე მეტად აი ყველა გადაცემაში მოყვება საგულშემატკივროდ. წიგნების თარო არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და საინტერესო პროექტი, რომელიც ჩემი აზრით დღეს ქართულ მედია სივრცეში გადის. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ დაიხვე ყველანაირი სტერეოტიპი, რომ ახალგაზრდები აღარ კითხულობენ. მთელი სკოლა მათი გულშემატკივრები ვართ. მათთან ერთად ვშრომობთ, ვეხმარებით, ვისაც რითი შეგვიძლია და ვუსურვებ ყოველივე კარგს და გზა კემბრიჯისკენ. ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, ჩვენი კიდევ ერთი ფინალისტი. ბავშვებო, გაგიცანით ასე თუ ისე და ვიცით რომ ძალიან გამოცდილი მოთამაშეები ხართ უკვე ერთი სეზონის დონეზე რამდენადაც შეიძლება რომ იყოთ, მაგრამ მე მაინც უნდა გაგაცნოთ ჩვენი ფინალის სათამაშო წესები, იმიტომ რომ ოდნავ განსხვავდება ტრადიციული წესებისგან. ისევ და ისევ გვაქვს 7 ძირითადი შეკითხვა, სამქულიანი სისტემა, შეკითხვისთანავე გამოცნობის შემთხვევაში მიიღებთ 3 ქულას, 30 დამატებითი წამი 2 ქულა, სტუმრის მინიშნება 1 ქულა, ასევე თავად სტუმარი, ჩვენი ძვირფასი სტუმარი კლავაც და კლავაც დაუსვამს ერთ-ერთ შეკითხვას თქვენს გულშემატკივარს და გულშემატკივრის აქტივობა ისევ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი განსხვავებული შტრიხია, რომელიც შეეხება ბლიცებს. ფინალში ბლიცს ითამაშებს ყველა მონაწილე. წიგნების თაროს თითოეული მონაწილე, ანუ 6-ვე მოთამაშე ითამაშებს ბლიცს, ოღონდ გუნდებში თქვენ თავად უნდა აირჩიოთ. 2 მოთამაშე ითამაშებს გუნდიდან ნახევარწუთიან ბლიცებს, ხოლო 1 მოთამაშე ტრადიციულად ითამაშებს სუპერ ბლიცს 1 წუთიანს, რომელიც შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. გასაგებია ხო თქვენთვის წესები ყველაფერი? მზად ხართ თამაშის დასაწყებად? გულშემატკივარო, თქვენც მზად ხართ? მაშინ დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. ძვირფასო სტუმარო, თქვენც მზად ხართ? მზად ვართ. უნდა მივეხმაროთ დღეს რომ ბავშვები აუცილებლად გაფრინდნენ დიდ ბრიტანეთში. კეთილი, მაშინ დავიწყოთ. მოემზადეთ მეგობრებო. ყურადღებით ფინალის პირველი შეკითხვა. ესაა წიგნი სიყვარულზე, ერთგულებაზე, მეგობრობასა და თავგანწირვაზე. წიგნის გმირები ხშირად დგებიან დილემებისა და გამოწვევების წინაშე, სადაც არჩევანი სულაც არაა მარტივი. ნაწარმოებში ხშირად ხვდებით სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს. თუ ერთ წიგნში სიუჟეტი დეტექტივისკენ მიდის, სხვა ნაწილში ძირითადი ადგილი შესაძლოა სიყვარულს, თავბრუდამხვევ ორთაბრძოლას ან უჩვეულო თავგადასავალს ეკავოს. ესაა სამყარო, რომელშიც თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობ. ჩვეულებრივიც ხო პირველი შეკითხვა და პირველი გარისკვა ვეკუა სკოლიდან მიმპასუხობს. არ ვიცი. მე ვპასუხობ. კეთი. ჩვენ ეს არის ჰარი პოტერი. ჰარი პოტერი? კი. რატო ჩათვალე ესე უცებ ესე? არ ვიცი, უბრალოდ ასე მგონია. ანუ ძალიან მწირი ინფორმაცია იყო იმისთვის, რომ ამ წიგნზე გასულიყავი, ხო? ანუ მეგობრობაზე, სიყვარულზე, ერთგულებაზე, თავბრუდამხვევი ორთაბრძოლები, ბევრ წიგნს ჩამოვთვლით, ეხლა მე და შე რომ დავსხდეთ, ესეც, ხო? რატომ ჰარი პოტერი?
ახსენეთ რამდენიმე წიგნი. ხო, მაგრამ ეს ფინალია და შესაბამისად რისკი ყოველთვის მართლა არ გაამართლებს. ამჯერად ამართლებს ეს ორი პასუხია. ეს ორი პასუხია 3-0 ხდება ანგარიში. ჰარი პოტერი, ესე იგი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ელოდნენ ამ ნაწარმოებს, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფინალისტებიც, ჰარი პოტერი ნაწარმოები ეპოპეა, რომელიც ძალიან ბევრს ძალიან უყვარს. რატი გიყვარს ეს ნაწარმოები? ძალიან და გამიკვირდა როგორ გამოიცნეს ასეთი ზედა დახასიათებით, ანუ აბსტრაქტული. ძალიან ზოგადი, რომელიც მოერგება ბევრ ნაწარმოებს. 3-0 ანგარიში. ყურადღებით ვაგრძელებთ მეორე შეკითხვა. წიგნი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, ავტორის პირველი რომანია და მე-20 საუკუნის მეორე ნახევარშია გამოცემული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთიანი სიუჟეტი ამ ცნების კლასიკური გაგებით წიგნში არ გვხვდება. ეს უფრო ამბების ნაკრებია პერსონაჟებისა და მოვლენების შესახებ. თუმცა ასეთი წყობის გამო შეგვიძლია წიგნი არათანმიმდევრულადაც წავიკითხოთ. მაშინვე ისევ ვეკუა სკოლარისკავს. თამარ. დიახ, ჩემი აზრით ეს არის აბესალომ ფოლკნერის. აბესალომ, არათანმიმდევრულად რო წავიკითხოთ. დიახ. გარწმუნებული ხარ? აი ეს ის შემთხვევა, როცა მართლა არ ამართლებს. რისკი ეს არ არის სწორი პასუხი. ამიტომ თამაშის წესებიდან გამომდინარე მე ვაგრძელებ შეკითხვის წაკითხვას მხოლოდ ევრო 2000-ისთვის. მზად ხართ? ყურადღებით. სხვათა შორის, თავად ავტორიც აღნიშნავდა, რომ ეს ერთგვარი წიგნი მეტაფორაა, რომელიც ნებისმიერ მცირე ერს ეხება. ყველას, ვის ბედსაც უფრო ძლიერი ძალების ბრძოლა განსაზღვრავს. თავად ავტორიც ბალკანელია, მცირე ერის წარმომადგენელი და შესაბამისად ეს საკითხი მისთვის მეტად აქტუალურია. გეტყვით იმასაც, რომ წითელი, მწვანე და ყვითელი წიგნები, რომელიც რომანის სამი მთავარი ნაწილია, ქრისტიანულ, ისლამურ და ებრაულ წყაროებზე მიანიშნებენ. წიგნის სათაურში მოხსენიებული ერის საკითხის შესახებ. საინტერესოა, რომ რომანის ორი ვერსია არსებობს, მამრული და მდედრული. ვერსიები მხოლოდ ერთი აბზაცით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ვერსია არ ჩანს, წავიდა 30 წამიანი დამატებითი დრო. ოცდაათი წამი ამოიწურა, არ რისკავს ევრო 2000 და გონიმრულია ალბათ მათი ეს ნაბიჯი. ძალიან კარგი წიგნია საუბარი, ძალიან საინტერესო წიგნია საუბარი. ესაა ერთგვარი რომანი ლექსიკონი, რომელსაც ერთი შეხედვით თავი და ბოლო არ აქვს. მისი ორი ვერსია, მამრული და მდედრული, ხშირად ერთმანეთის საპირისპირო მხარეს იბეჭდება ხოლმე. თავად ამბები კი, რომლებიც რომანში აღწერილი, ერთ უძველეს მცირე ერს ეხება. ეს სწორედ ამ მცირე ერის ისტორიული ლექსიკონია, რომლის სათაურის ლიტერატურულ თარგმანში სულხან საბასეული ლექსიკონის აღმნიშვნელი ტერმინი გვხვდება. აბა ვინ ერიხ ემანუელ შმიდტის ნოეშვილი გამახსენდა. ნოეშვილი? არა, ეს მე მგონი არ არის ხო სწორი პასუხი. არა, ეს არ არის სწორი პასუხი. სინამდვილეში სულ სხვა წიგნზე იყო ლაპარაკი, ამ ავტორის მაგნუმ ოპუსზე შეიძლება ითქვას. ავტორი არის მილორად პავიჩი, წიგნი კი ხაზარული სიტყვის კონა. ხაზარული სიტყვის კონა, მილორად პავიჩის ყველაზე ცნობილი რომანი, საკმაოდ ვრცელი რომანი. ხაზარაძეები ვიგულისხმობთ. ძალიან დიდი მადლობა მინიშნებისთვის. ანგარიშია 3-0, წინ არის ილია ვეკუას სახელობის
ფიზიკა მათემატიკის 42 საჯარო სკოლა და ახლა ჩვენი ფინალური სათამაშო წესების მიხედვით უნდა ვითამაშოთ პირველი ბლიცი, ამიტომ მე გუნდებს უნდა ვკითხო თუ ვინ დარჩებიან პირველი ბლიცის სათამაშოდ. ვინ დარჩება ვეკუა სკოლა? ანასტასია, კარგი, ქეთი, თამარ, დატოვეთ ანასტასია ჩემთან. და ვინ ითამაშებს მცირე ბლიცს ევრო 2000-დან? ტატო. ტატო. კარგი, მარიამ გიორგი შესაბამისად გადაინაცვლეთ უკან. ამ შემთხვევაში ბლიცი არის 30 წამიანი, მაგრამ მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ქულას, მით უმეტეს რომ ეს ფინალია. ანასტასია, მზად ხარ? ბლიცის სათამაშოდ. კი. მოიმზადე. პირველი შენთან ვთამაშობ. ყურადღებით. დავიწყოთ. თამაში კორტასარის რომანის სათაურში. კლასობანი. სწორია, სუპერმენის მშობლიური პლანეტა. შემდეგი. კრიპტონი. რა ქვია ფატმანის ქმარს? შემდეგი. უსენი. ვისი სახელი არ ითქმის ჰარი პოტერის თავგადასავალში? ვოლდემორი. სწორია, რის ბაღზე მოგვითხრა ანტონ? შემდეგი. რა ქვია პატარა პრინცის მშობლიურ ასტეროიდს? ასტეროიდი B16. B612. ბიბლიის თანახმად ვინ გადაყლაპა ვეშაპმა? შემდეგი. იონა. რომელი პიესის პერსონაჟები არიან ვლადიმირი და ესტრაგონი? გოდოს მოლოდინში. სწორია, რა ქვია დოქტორი ვოტსონის ცოლს? შემდეგი. მერი. დრო ამოიწურა და შენ დააგროვე. სამი სწორი პასუხი, აპლოდისმენტები ანასტასიას. თან პირველი ბლიცია ეს მისთვის და მნიშვნელოვანია. ტატო. რად ხარ? ახლა შენთან თამაშობ ბლიცს. ყურადღებით, მოემზადე. დავიწყოთ. რისი თამაშები გვხდება ჯორჯ მარტინის წიგნის სათაურში? თამაში ჭორს ხარ. სატახტოთა. საცხოვრობს თორი. შემდეგ. ასგარდში. ვისი საყვარელი ხდება ავთანდილის ზღვათა სამეფოში? ფატმანი. სწორია, რა ქვია ლორდ ვოლდემორის გველს? ნაგინი. სწორია, რომელ ფრინველზე მოგვითხრა ანტონ ჩეხოვმა? შემდეგი. თოლია, რომელი არსების ნაკმენი ბრუნდება პატარა პრინცი ასტეროიდზე? გველი. სწორია, ბიბლიის თანახმად რისი აგებისას აურია ღმერთმა ენები ადამიანებს? შემდეგი. ბაბილონის გოდოლის. ვის ელოდებიან სემუელ ბეკეტის პიესის პერსონაჟები? გოდო. სწორია, დრო ამოიწურა. შენ დააგროვე 4 სწორი პასუხი. და დაუბრუნდით მოთამაშეებო სათამაშო ადგილებს. 2 კითხვის და პირველი ბლიცის შემდეგ ანგარიშია 6-4. ანგარიში შემცირდა შესაბამისად და კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია. ამიტომ გავაგრძელოთ მე მგონი თამაში, ხო? მესამე შეკითხვა. წიგნი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწერა და ჟანრის კლასიკად ითვლება. თუმცა უცნაურია ის ფაქტი, რომ რომანის სახით ნაწარმოები მას შემდეგ გამოიცა, რაც მისი პირველ წყაროს მიხედვით გადაღებულმა ფილმმა საქვეყნო პოპულარობა მოიპოვა. თავდაპირველად არსებობდა მცირე მოთხრობა, რომლითაც 60-იანების გამოჩენილი რეჟისორი დაინტერესდა. მე მგონი გუნდელები უკმაყოფილო არიან ამ გარისკვით. არ ვიცი, მიპასუხეთ, ვინ პასუხობს? თამარ. კოსმოსური ოდისეა 2001. 2001 კოსმოსური ოდისეა. ავტორი გახსოვს? არტურ კლარკი. არტურ კლარკი. მე ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები, უნდა ვაღიარო, ფანტასტიკაც ძალიან მიყვარს. თუმცა ამ შემთხვევაში უნდა აღვნიშნო, რომ რაღა თუმცა ეს სწორი პასუხია. ეს დამატებითი 3 ქულაა თქვენთვის, მეგობრებო. და 9-4 ხდება ანგარიში, აპლოდისმენტები. აპლოდისმენტები 9-4-ია ანგარიში. ბრავო. ძალიან მალე, ანუ რაღაც მინიმალური მინიშნებები ხდება საკმარისი იმისთვის, რომ მაგრამ ფილმის 60-იანი წლები, მოთხრობა, მერე ეს ფაქტები იყო ის რამაც, ასე ვთქვათ. ეს ფაქტი იცოდით? თამარ იცოდი ეს ფაქტი? ანუ ვიცოდი, რომ ჯერ კუბრიკის ფილმი გამოვიდა და შემდეგ გამოვიდა ეს წიგნი. ანუ პარალელურ რეჟიმში იწერებოდა ფილმთან ერთად წიგნი. მოგწონთ ეს ნაწარმოები? მოთხრობაც ვიცი, რომ გუშაკი ქვია იმ მოთხრობას. ესაც უნდა მეთქვა კითხვაში, ესე იგი ამაზე მაინც გამოიცნავდით. ძალიან კარგი, 9-4-ია ანგარიში, ყურადღებით იყავით. წინ გვაქვს მე-4 შეკითხვა, რომელსაც ჩვენი ძვირფასი სტუმარი დაუსვამს თქვენს გულშემატკივარს, ამიტომ გულშემატკივრებო, მოემზადეთ. სტუმრის შეკითხვა.
ესე იგი, კემბრიჯის ბილეთის მოსაგებად, ძვირფასო მეგობრებო, მოგიწევთ გამოიცნოთ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გამოცებული წიგნის სახელწოდება. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, წიგნის დაწერა ცხოვრებისეულად მეტად რთულ პერიოდში მოუწია. მაშინ, როცა მისი ერთი შვილი მძიმედ დაავადდა, მეორე კი 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა. ასეთ დროს ავტორს უწევდა დანარჩენი შვილებისთვის სხვადასხვა ზღაპრები მოეთხრო, რათა შეემსუბუქებინა მათთვის ტკივილი. სწორედ ამ დროს მოაფიქრდა იდეა, რომელმაც საბოლოოდ ამ ნაწარმოების ფორმა მიიღო. თავად იდეა კი უფრო ღრმა ბავშვობაში იღებს სათავეს. პირველი ხელი იყო გიორგისი. გაგვეცი პასუხი, აბა? პიტერ პენი უნდა იყოს ჯეიმს მეთიუ ბაის. პიტერ პენი ეს არ არის სწორი პასუხი სამწუხაროდ, ამიტომ ჩვენი სტუმარი ახლა გააგრძელებს შეკითხვის წაკითხვას სპეციალურად ევრო 2000-ის გულშემატკივრისთვის. შეგიძლიათ ბოლომდე მოისმინოთ შეკითხვა, მეგობრებო. ყურადღებით გთხოვთ, რატი? ესე იგი, ჩვენ ვიყავით იქ, რომ თავად იდეა კი უფრო ღრმა ბავშვობაში იღებს სათავეს, როცა ავტორს სკოლაში კედბერის ტკბილეულის ფაბრიკიდან საჩუქრად შოკოლადის ფიალა მოუტანეს. დიდი ხელი აიწია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის როალდ დალის ჩარლი და შოკოლადის ქარხანა. აპლოდისმენტებმა გასცა პასუხი ბატონ გიგას. ჩარლი და შოკოლადის ქარხანა, ფაბრიკა, როგორც გენებოთ, როალდ დალი, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა, რატი? დიდი მადლობა გუგლს. 9-7 ხდება ანგარიში. 9-7 შემცირდა ისევ 2 ქულამდე სხვაობა. ძალიან დაძაბული თამაში მიმდინარეობს, ძალიან დაძაბული თამაში. 9-7 ანგარიში და ჩვენ ისევ ბლიცები უნდა ვითამაშოთ. მეორე ბლიცის სათამაშოდ მე გუნდებს ისევ უნდა ვკითხო, ვინ ითამაშებს ბლიცს. ეკუას სკოლიდან ვინ დარჩება? თამარი. თამარი. კარგი, ქეთი, ანასტასია დატოვეთ. თამარი და ევრო 2000-დან? მე. მარიამი. მაშინ გიორგი ტაკო. თამარ, პირველი შენთან ვთამაშობ, რადგან წინ ხართ თამაში. მზად ხარ? მოემზადე. დავიწყოთ. ამ წიგნის მთავარი გმირია ლეოპოლდ ბლუმი. შემდეგი. ულისე. მარსელ პრუსტის დაკარგული დროის შემდეგი. ძიებაში. ამით შეიპარდნენ ბერძნები ტროაში. მეცხენით. სწორია. ამ მეფის შესახებ მოგვითხრობს გრიგოლ აბაშიძის ლაშარელა. შემდეგი. ლაშა გიორგი. სწორედ მან დაწერა კონსუელო. შემდეგი. ჟორჟ სანდი. ასე ქვია სახელად კაფკას პროცესის პერსონაჟ კას. იოსებ კა. სწორია. ვინაა ჯოფრის, მირცელას და ტომენის დედა? შემდეგი. სერსეი. ვისი რომანია არსენა მარაბდელი? და ლეო ქიაჩარი. დრო ამოიწურა, თამარ მიხეილ ჯავახიშვილი იყო სწორი პასუხი. შენ დააგროვე 2 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები თამარს. ეს ფინალია, მეგობრებო, ღელვის ტემპერატურა ძალიან დიდია. მარიამ, მზად ხარ? დავიწყოთ, ხო? დავიწყოთ. ამ წიგნის მთავარი გმირია ბერნარდ მარქსი. საოცარი ახალი სამყარო. მორის დრიონის დაწყევლილი შემდეგი. მეფეები. ესაა აქილევსის სუსტი წერტილი. ქუსლი. სწორია, ამ ქალი მეფის შესახებ მოგვითხრობს გრიგოლ აბაშიძის დიდი ღამე. თამარი. რუსუდანი. სწორედ მან დაწერა სიამაყე და ცრურწმენა. ჯეინ ოსტინი. სწორია, ასე ქვია სახელად კაფკას მეტამორფოზის პერსონაჟ ზამზას. შემდეგი. გრეგორი. ვისი დაძმები არიან რობი, ბრანი, რიკონი, ჯონი და სანსა? რობის. არიას. ვისი რომანია დათა თუთაშხია? ჭაბო ამინეჯიბის. სწორია, ჰენრი კიბსენის ნორა ანუ თოჯინების შემდეგი. სახლი. დრო ამოიწურა. შენ დააგროვე 3 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მარიამსაც და დაუბრუნდით მოთამაშეები ადგილებს. კიდევ უფრო იძაბება მდგომარეობა. 11-10 ხდება ანგარიში. ერთი ქულა სხვაობა, ნერვიულობა მატულობს, მეგობრებო. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ჩვენ უკვე ძალიან საინტერესო ფინალის მომსწრენი ვარ. ამიტომ მე უნდა კიდევ ერთხელ გკითხოთ, მზად ხართ გავაგრძელოთ თამაში? დიახ. გავაგრძელოთ მაშინ. მეხუთე შეკითხვა. ამჯერად
მე-20 საუკუნის ბოლო 20 წლეულში გადავინაცვლოთ და გამოიცანით ნაწარმოებების სერია, რომელიც შემდგომში ერთიანი რომანის სახითაც გამოიცა. თუმცა ეს არაა ტიპური ლიტერატურული ტექსტი. რეალურად მას სამი ავტორი ჰყავს: ერთი მწერალი და ორი მხატვარი. ნაწარმოებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა კრიტიკოსთა მხრიდან და დღემდე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ თავის ჟანრში. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა 2009 წელს გამოსული კინოფილმის შემდეგ. თუმცა დასაწყისში ასე მარტივადაც არ იყო საქმე. ავტორების თქმით, მათ უნდოდათ გაეჩუმებინათ ჟანრის ყველა ანტაგონისტი, ვინც ასეთი ტიპის რომანებს მდარე ხარისხის ხელოვნებად მიიჩნევდა. სწორედ ამიტომ რომანი სავსეა ფილოსოფიური აზრებით ზე ადამიანზე, შვიდობაზე და მის რეალურობაზე. ნაწარმოებში უამრავ სიმბოლოს შევხვდებით. მათგან ყველაზე ცნობილია სისხლით მოსრული ყვითელი ეგრეთ წოდებული ღიმილაკი, ან გნებავთ ციცილაკი. ხოლო ძირითადი სლოგანი უძველეს რომაულ ფრთიან გამოთქმას გვაგონებს. მართლაც, ვინ უდარაჯებს და არაჯებს. ვერსია არ ჩანს, 30 წამი წავიდა დამატებითი დრო. დრო ამოიწურა, აი როგორ უფრთხილდებიან თითოეულ ქულას მონაწილეები, აქ ჩანს ფინალის მთელი სპეციფიკა. არ არის პასუხი. პასუხი არ არის და ისევ დახმარება უნდა გთხოვოთ, კი. კარგით. ნაწარმოების მოქმედება 80-იანი წლების ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება, სადაც ალტერნატიული ისტორიის თანახმად სუპერგმირები ცხოვრობენ. ჩვენთვის ნაცნობი ისტორია შეცვლილია. ვიეტნამის ომი დროულად დასრულდა ერთ-ერთი სუპერგმირის ჩარევის შედეგად. უოტერგეიტის სკანდალი კი საერთოდ არ მომხდარა. ერთ-ერთი მთავარი გმირი ზე ადამიანია, რომელიც სხვა სუპერგმირებისგან განსხვავებით არაადამიანურ ძალებს ფლობს. დანარჩენი გმირები კი მთავრობამ უკვე კანონ გარეშედ გამოაცხადა. საბოლოოდაც არ არის ვერსია და გაჩნდა ვერსია მაინც ვინ პასუხობს? კაპიტან ამერიკაზე წავედით რატომღაც. კაპიტანი ამერიკა. დიახ. კაპიტანი ამერიკა, მაგარი სუპერგმირია, სხვათა შორის ძალიან ბევრს უყვარს. ჩემი საყვარელი სუპერგმირი ნამდვილად არ არის კომიქსებიდან. მაგრამ კომიქსები ვისაც უყვარს, მე მგონი მიხვდებოდა უკვე, რომ კითხვაში ნამდვილად კომიქსია საუბარი. შემდეგ მიხვდებოდა, რომ რამდენიმე სუპერგმირი უნდა იყოს, თან მიხვდებოდა იმასაც, რომ ამ სუპერგმირებიდან ძალიან ბევრს რაღაც განსაკუთრებული სუპერძალები არ უნდა ჰქონდეთ. საბოლოოდ რა არის პასუხი? საბოლოო პასუხი არის მცველები. მცველები, Watchmen-ი, ალან მური, დეივ გიბონსი, ჯონ ჰიგინსი. წერალი დეივ გიბონსის და ჯონ ჰიგინსის დახატულია ალან მურის დაწერილი ერთ-ერთი ესეთი ეპოქალური კომიქსი, კომიქსების ისტორიაში ყველაზე საკულტო და საყვარელი. ანგარიში კი უცვლელია 11-10. ჩვენი მოთამაშეებიც ფლობენ სუპერძალებს, დარწმუნებული ვარ და გამოიყენებენ თამაშის დარჩენილი დროის განმავლობაში. სტუმარს კი დიდი მადლობა კლავაც და კლავაც ესე უანგაროთ რომ გვეხმარებით. ნერვიულობ ორივე გუნდის მაგივრად. მეც ასევე რაღა დაგიმალოთ და ორი შეკითხვა დაგვრჩა მეგობრებო. ორი შეკითხვა ყურადღებით იყავით. გავაგრძელოთ თამაში მშვიდად. მე-6 შეკითხვა. ესაა ნაწარმოები, რომლის მნიშვნელობაც რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება. მისი ავტორის ყოველად არალიტერატურული მოღვაწეობიდან გამომდინარე, ხშირად მკითხველები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ მის ლიტერატურულ ღირებულებას და უფრო კარიერის მიწურულს ავტორის გულწრფელ აღსარებად მიიჩნევენ. ზოგის აზრით ესაა ავტორის მცდელობა საკუთარი სისასტიკე ლიტერატურული ხერხებით შეარბილოს.
მასში ავტორი ერთის მხრივ ღმერთს ადიდებს, ხოლო მეორეთ მხრივ გამოთქვამს სინანულს განული არიქა. დაიმტრა ვილაკი. რა ხდება? ვინ პასუხობს? დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი. დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი. რახან ნანობს რაღაცას ამის ავტორი? რომლისაც წინაშე ქედდრეკილ არს ყოველი, მუხლი ყოველი მოდრკების და ენაი ყოველი შენ სახმობს ახსარებასა. მეცა სიტყვაო აღმსარებელსა შენსა მომხედენი. ასე იწყება დავით აღმაშენებელის გალობანი სინანულისანი. აპლოდისმენტები, რატის და აპლოდისმენტები ვეკუა სკოლას. ეს სწორი პასუხია, 14-10 ხდება ანგარიში. ნამდვილად ეს იყო სწორი პასუხი. დიდი მადლობა. 14-10 მეგობრებო, იძაბება უკიდურესად მდგომარეობა. მოდი გავამხნევოთ უფრო მეტად. ფინალში სჭირდებათ გამხნევება ყველაზე მეტად. აპლოდისმენტებით ჩვენს მონაწილეებს. დაგვრჩება ერთი შეკითხვა საბოლოო ბლიცამდე. მზად ხართ? ბოლო ძირითადი შეკითხვა. მეშვიდე შეკითხვა. გამოიცანით მე-20 საუკუნეში დაწერილი ნაწარმოები, რომელიც ამავე სახელწოდების მოთხრობათა კრებულში დაიბეჭდა. ეს ღრმად ფილოსოფიური ტექსტია ისეთი თემებით, როგორიცაა მარადისობა, უსასრულობა და სამყაროს სრულად დანახვა. აღნიშნული თემები ავტორის სხვა ნაწარმოებში, ქვიშის წიგნშიც გვხვდება. ცხოვრების ბოლო პერიოდში ამ მწერალმა მხედველობა სრულად დაკარგა და მიუხედავად ამისა, საკუთარი თავი მიუძღვნა არგენტინის ეროვნულ ბიბლიოთეკას. მოთხრობა სახელწოდებითაც და შინაარსითაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ავტორის ინტერესს იუდაიზმის მიმართ. საინტერესოა, რომ ლიტერატურათმცოდნეები ხშირად ავლებენ გარკვეულ პარალელებს დანტეს ღვთაებრივ კომედიასთანაც, რაზეც წიგნის მთავარი პერსონაჟის, პოეტის სახელიც მიუთითებს. დანტეს სახელის საწყისისა და გვარის დაბოლოვების მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი სწორედ საწყისზეა, საწყის სიმბოლოზე, რომელიც აერთიანებს კაბალას ფილოსოფიას და ებრაულ, არაბულ, ფინიკიურ, არამეულ, სირიულ და სპარსულ ენებსაც კი. მოთხრობაში ეს სიმბოლო სივრცეში არსებული ის წერტილია, რომელიც ყველა სხვა წერტილსაც მოიცავს და თითოეული ადამიანი, ვინც მას ჩააკვირდება, ყველაფერსაც დაინახავს სამყაროში. ვერსია არ ჩანს 30 წამი. რა გიცნობა კერძოდ? იგიც რა გიცნობა ადამიანის კომედიასა გიცნობა, მაგრამ ეგ ბალსაფრი არ არის მე-20 Коміці сам кумира. Чому це? Бібліотекас музаларна. დრო ამოიწურა და აი კიდევ ერთხელ დაგჭირდა. ეს ჩემი საყვარელი მწერალია. ძალიან მიყვარს და მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის, რომელიც მარტო ცხოვრებას კი არა ეძებს ლიტერატურაში, არამედ წიგნებს წიგნების შესახებ, ლიტერატურას ლიტერატურის შესახებ. აი ასეთი მწერალი, ესეც ერთგვარ მინიშნებად ჩაითვალოს მწერალთან მიმართებაში. და უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ რთული ავტორია, ურთულესი ავტორია და ამ ავტორის სახე გამოყენებული აქვს აი ეხლა ხან გარდაცვლილ იტალიელ ავტორს თავის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებში ვარდის სახელში. ამ ავტორის სახე. ეხლა ავტორზე მაქვს საუბარი, მინდა რომ უფრო დაუახლოვდეთ, იმიტომ რომ აქ ითქვა არგენტინის ბიბლიოთეკა, აქ ითქვა ხედველობის პრობლემა და ღირს უკვე ამის ასე ვთქვათ ის არის, მე ვიტყოდი ჩვენი ეპოქის ჰომეროს ფაქტიურად. კარგი შედარებაა ნამდვილად. მოთხრობის მთავარი გმირი თავად მთხრობელია, რომელიც ნაწარმოების დასაწყისში საყვარელი ქალის გარდაცვალების გამო გლოვობს. მის სახლში ნარატორი ქალის ნათესავს გაიცნობს. პოეტს, რომელსაც სახელად კარლოს არგენტინო ჰქვია. მას განუზრახავს ისეთი ეპიკური პოემის დაწერა, რომელიც მთელი სამყაროს ფილოსოფიას თავის თავში მოიცავს. როდესაც პოეტის
სახლს დაანგრევა დაემუქრება, პოეტი ამტკიცებს, რომ მის სახლში სწორედ ის წერტილი აღმოაჩინა და პოემის დასასრულებლად ახლა უმნიშვნელოვანესია ამ სახლის შენარჩუნება. ვერ გამოიცნეს. გუნდება ეს შეკითხვა ამ ბუმბერაზე ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო. ეს არის ხორხე ლუის ბორხესის ალეფი. ალეფი არის სწორედ ის წერტილი, რომელშიც დავინახავთ უსასრულობას. და მთელი რიგი ამბანები იყო აქ ჩამოთვლილი, რომელთა პირველი სიმბოლოც არის ასევე ალეფი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დახმარებისთვის. შესაბამისად, ბოლო შეკითხვა ვერ გამოიცანეთ, ამიტომ ანგარიში არის უცვლელი 14-10 4-ქულიანი უპირატესობა აქვს ეკვა სკოლას და ამ უპირატესობით ვიწყებთ ბლიც ტურს. აპლოდისმენტები მხურვალე ორივე გუნდს. მეც ძალიან ნერვიულობ, მეგობრებო, ფინალია და ეს ბუნებრივია, მაგრამ მაინც უნდა ვითამაშოთ ბლიცი, თან სუპერ ბლიცი, ერთწუთიანი ტრადიციული ბლიცი. შესაბამისად, უკვე ხვდები, რომ ქეთი დარჩება ბლიცის სათამაშოდ, თამარ და ანასტასია დაატოვეთ ქეთი ჩემთან და გიორგი. მარიამ, ტატო, დატოვეთ გიორგის ჩემთან. ქეთი გიორგის წინა აღბდեք. ქეთი მზად ხარ ბლიცის სათამაშოდ. მაშინ ვითამაშოთ ბლიც ტური. დავიწყოთ. რა აკლია მაინრიდის ცნობილ მხედარს? თავი. სწორია, ვინ ზრდის ტომ სოიერს? დეიდა. სწორია, რა ჰქვია ბეტმენის კომპანიას? შემდეგი. Wayne Enterprise. გმირთა ვარამში ვინ მისცეს მძევლად ჩახაბას? კონსტანტინე. რომელ მწერალს ეკუთვნის რობოტიკის სამი კანონი? შემდეგი. აიზეკ აზიმოვს. რომელი მუშკეტერის ცოლი იყო მილედი? ათოსის. სწორია, ვეფხისტყაოსნის მიხედვით ვინ არის უცხო მოყმე? ტარიელი. სწორია, რამდენი სკამი ფიგურირებს ინფისა და სწორია, ჯორჯ მარტინის მიხედვით 7 სამეფოს საერთო სახელია? შემდეგი. ვესტეროსი. სახარების თანახმად მამლის ყივილამდე ვინ უარყო ქრისტეს ამჯერად? პეტრე. სწორია, რომელ ქალაქში მიდიან ჰანტერ ტომპსონის პერსონაჟები? შემდეგი. ლას-ვეგასში. ბერძნულ მითოლოგიაში ვინ არის ზევსის მამა? შემდეგი. კრონოსი. რომელი მწერალი მოკლა დუელში დანტესმა? პუშკინი. სწორია, რომელმა ფრანგმა მწერალმა მოინახულა საქართველოს 2016 წელს? ეს ფრედერიკ ბეგვედარმა. სწორია, ვინ დაწერა ქართული რადიო პიესა ნავიგატორი? შემდეგი. ლაშა ბუღაძემ. დრო ამოიწურა და შენ დააგროვე 8 სწორი პასუხი. შვენიერი შედეგია ასეთი დაძაბული და რთული ბლიცისთვის. 8 სწორი პასუხი. გაურთულე გიორგის საქმე ნამდვილად, მაგრამ გიორგი იბრძოლებს, დარწმუნებული ვარ, მზად ხარ? ყურადღებით. დავიწყოთ. როგორია კაცი ჰერბერტ უელსის რომანის სათაურში? სწორია, რის დაზეპირებას აიძულებენ ტომ სოიერს საკვირაო სკოლაში? ბიბლიის რა ჰქვია რკინის კაცის კომპანიას? ტონი სტარკი. სტარკ ინდასტრის. გმირთა ვარამის მიხედვით ვინ მოკლა კახეთის მეფე? კონსტანტინემ. ფილიპ დიკის მიხედვით ვინ გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში? შემდეგი. გერმანიამ. რომელ მუშკეტერს უნდა და გამხდარიყო სასულიერო პირი? შემდეგი. არამის. ვინ აჩუქა ცხენით არიელს? შემდეგი. ფრიდონმა რამდენ სართულიან ამერიკაზე მოგვითხრეს ილფმა და პეტროვმა? ერთ სართულიან. ჯორჯ მარტინის მიხედვით რა ჰქვია ვესტეროსის სატახტო ქალაქს? კინგსლენდი. სწორია, სახარების თანახმად რომელმა მოციქულმა გასცა იესო? იუდამ. სწორია, რის საძებნელად მიდიან ჰანტერ ტომპსონის პერსონაჟები ლას-ვეგასში? შემდეგი. ამერიკული ოცნების ბერძნულ მითოლოგიაში ვინ მოკლა კრონოსი? ზევსმა. სწორია, რომელი მწერალი ცხოვრობდა იასნოეპოლიანაში? შემდეგი. ტოლსტოი, რომელმა ფრანგმა მწერალმა აღწერა საქართველოს მე-19 საუკუნეში? შემდეგი. დიუმამ, ვინ დაწერა ქართული პიესა მერერა რომ სველია სველი იასამანი? შემდეგი. ლაშა თაბუკაშვილმა, ჰიუგოს რომელ წიგნში გვხვდება არქიდიაკონი კლოდ ფროლო? შემდეგი. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. ტოლკინის ჰობიტი, ანუ ფროდო ბეგინსი. იქით და აქეთ. მარგარეტ ეტვუდის მხევლის წიგნი. სწორია, დრო ამოიწურა. და მოიგო ილია ვეკუას სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 42 საჯარო სკოლა მოიგო. გილოცავთ ამ რთული და დაძაბული ბრძოლების შემდეგ თქვენ გამარჯვებულები ხართ. აპლოდისმენტები. მერთო ჩემო, რამდენი ხანი ველოდით ამ მომენტს, მაგრამ ეხლა მინდა რომ არ დავიშუროთ აპლოდისმენტები ბათუმის სკოლა ევრო 2000-ის მიმართ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამას. მეგობრებო, ესეც თქვენი საჩუქრები, თითოეულ თქვენგანს, თქვენს გამარჯვებულები ხართ ნამდვილად. ეს შენ მარიამ და ეს შენ ტატო, ეს
მრავალფუნქციური ელექტრონული ტაბლეტი, შიგ ჩაწერილი 50 ნარჩევი წიგნით ვურთ, ეს ყველაფერი თქვენ. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ. ბრავო, ძალიან მაგარი თამაში აჩვენეთ ფინალშიც და ცოტა დაგაკლდათ. დადგება ახლა მომენტი, როდესაც მე წიგნების თაროს პირველი სეზონის გამარჯვებული უნდა გამოვაცხადო. ვთხოვ კრისტის, რომ გადმომცეს ჩვენი ღირს შესანიშნავი აი ეს ჯილდო, რომლითაც მე აქ დავდგები. წიგნების თაროს პირველი სეზონის გამარჯვებული ხდება და კემბრიჯის ორკვირიან საზაფხულო სკოლაში დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა. გილოცავთ, მეგობრებო. მიულოცოთ. ბრავო, ძალიან მაგარი იყო მართლა. ძალიან დიდი მადლობა. აი, იყო მართლა ფული გამოვიდა დაძაბული. ამდე სოფი ყორები. ვერასდროს მასწავლი ჭკუას. ვერასდროს მასწავლი ჭკუას.